რუსთავი ორი და მიშა სხედან ჩაფიქრებულები. რუსთავი ორი ეკითხება მიშას, რაზე ფიქრობოდა? მიშა პასუხობს, რაზე ჩენო? რუსთავი ორი კიდე ეუბნება, კარგი რა გაზაფხულზე ახლა მაგის ფიქრი როგორ შეიძლებაო? ჯონ ბასმა უკან დაიხია, კონტროლის პალატა არ გამიკრიტიკებიაო და აკაკი ბობოხიძემ კიდე დაიძახა, არა, მე არ დამირთყავსო. საღამო მშვიდობისა თქვენს ტელე და რადიო უთებში ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აპები ვასიკოდიშვილისგან და მე ამ გადაცემის სამყარო ვასიკოდიშვილი გახლავთ. კუბოკრული კოსტუმი და თვალზე გაბზარული პენსი. აი ასე გამოიყურებოდა მაღალი კაცი, როდესაც სტუდენტებს რაღაცა გაუგებარ. აი ბაბუაჩემი რომ ყვებოდა ხოლმე ისეთ ისტორიებს უყვებოდა. ერთ-ერთი ჩვენი მთავრობის მინისტრი იქ იყო ასული, იმ დღეებში ახლა მე რო ვიყავი და თავის მეგობართან ერთად ქირაობდა სასტუმროში ოთახს და იმავე სასტუმროში აპარტამენტებში ცხოვრობდა ერთი ჩვენი ყოფილი ჩინოვნიკის შვილი. ნუ ამ ყოფილმა ჩინოვნიკმა დაითრია ბევრი მიწა, ეს მიწები რა თქმა უნდა ჩვენ პრაქტიკულად არავისთვის არ ჩამოგვირთმევია, ძირითადად და მიწები აქვს, ფულს აკეთებს და შეეჩეხა ამ ჩვენ მინისტრს, სხვა ადამიანებს დაესწრა იმათგან ვიცი სასრიალოს. და შეხედა და მე სადღაც გადაცემაში მოვისმინა თუ ნახე ვარ ვიცი, რომ შენო ბინას ქირაობო თურმეო, ბინა არა გაქვს ხო. ხო და რაღაცა რას თამაშობო ამ ჩესნობას რა არის. სიბრალული დახედა ეს რა. და ეს რა ქვია ეს ნუ არ აქცევს ყურადღებას რა. მოდი იცი რა, მოდი მე გიყიდი ბინას შენ რა. აი არაფერი არ მინდა შენ აი მეწოდები უბრალოდ ერთსაც რა არის მე ბევრი ფული მაქვს რა შენგან განსხვავებით. და არ მინდა ესე რო იყო რა არისო რა რომელ იმას ცხოვრობ სადღაცო იქ უკანა იმაში ნახე ნორმალურ ოთახში ჩასახდიო აქ აგიღებ კარგ ნომერსო ბინას გიყიდიო ხა თბილისში 22 ხა შრომ ბინა არ გეკუთვნისო და რაღაცაო და ნუ ამ ჩვენ მინისა რა თქმა უნდა უთხრა მოდი მე და სხვადასხვა ერაზე ლაპარაკობ და კაი გამატარეო და გაიარეო. აბა ჩემო პრეზიდენტო რა მაგარი ისტორია გადახდენია შენს მინისტრს. აი ნამდვილი მინისტრი ასეთი უნდა იყოს გაღლეტილი უსახკარო საქართველოსი არა მაგრამ პრეზიდენტის სიყვარულით აღსავსე. ისე ჩემთან საუბრისას მაღალი უფრო მაგარი ისტორიებს ყვება ხოლმე ხო. ამას წინათ ერთად ვიყავით ყვარელში საავადმყოფოს გახსნაზე. რა? მე არ ვიყავი? ხო, ეხა ისე მართალია, მე არ ვიყავი, მაგრამ ისტორიებს მაინც მიყვება ხოლმე, ხო? ხო და იმას ვამბობდი, რომ მაღალი მიყვებოდა ერთ თავის მინისტრზე. რამდენიმე წლის წინ შემთხვევით მოხდი ახალციხის რაიონს სოფელ უდეშიო. აღარ მახსოვს რისთვის ვიყავი იქ ჩასული, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მოხდა ის იყო, რომ ერთი გაღლეტილი და ღარიბი მწყემსი ბიჭი დავინახე. სალამურზე ნათლი მამას საუნდტრეკს აკმესებდა. შემდეგ ეს ახალგაზრდა წამოვიყვანეთ ვამუშავეთ ჩვენთან, ძალიან ნიჭიერი გამოდგა. დღეს მას შეუძლია საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანი იყოსო, მაგრამ ისევ ისეთივე გაღლეტილია, როგორც იყო მაშინ მწყემსობისას. მეორე ისტორიაც მომიყვა ყვარლელ მინისტრზე, მაგრამ ამის მოყოლა ახლა ბევრ დროს წაიღებს. აი, ეს არის ჩვენსა და დამპყრობელ რუსეთს შორის მენტალური განსხვავება. მათ ვერც კი წარმოუდგენიათ ხელისუფლებაში იყო და ფული არ გააკეთო. აი, რა არის, როდესაც მთავრობა არა კორუმპირებული. მაშინ ქვეყანა არასოდეს არ ჩამოიშლება და გაუძლებს ყველაფერს. უი, რაღაცა მთლად ისე არ ყოფილა ჩვენი საქმე, როგორც ესენი ამბობენ. აი ხალხო, ხო გესმით, როგორ იშლება ჩვენი ქვეყანა, ხო და სანამ დროა შემოხაზეთ ხუთიანი, თორემ დაგვემხო თავზე ეს გამჭვირვალე დემოკრატია, კაცო. ტელეკომპანია და საზოგადო მოღვაწე რუსთავი ორი კვლავ მუხლ ჩაუხრელად იბრძვის სიტყვის თავისუფლების, მიუკერძოებლობის და პრეზიდენტის უარყოფითი მხარების სააშკარაოზე გამოტანისთვის, მაგრამ ისაოცრებავ, უცაბედად თითქოს რაღაც ეტაკაო და ყველა მედია პრინციპი უმობლად მიივიწყა. რაშია საქმე ახლა ვიაგიხსნით, მაგრამ მანამდე მოდით კიდევ ერთხელ ვნახოთ ის ფრაზა, რომელიც ჩემმა მაღალმა შემთხვევით გაისროლა. მინდა ყველას მოგესალმო დღეს მზიანი დღე, გაზაფხული მე მგონი დღეს დადგა. და გაზაფხული მოიტყვანა. აი ახლა კი ვნახოთ ეს ერთი შეხედვით უსუსური ფაქტი ტელეკომპანია რუსთავი ორმა როგორ გააშუქა. გაზაფხული მე მგონი დღეს დადგა. და გაზაფხული მოიტყვანა ფლეშმობმა, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტმა გააკეთა. უი, მე კაცო, ეს რა მომხდარა ამ მაღალზნეობრივი არხის საინფორმაციო გამოშვების ეთერში, კაცო. როგორ გამოუწმენდავთ და გაუპატიოსნებიათ ეს კურიოზული, ესე იგი, ნამუსი თავიანთი პატრონისთვის. ისე ჩვენში დარჩეს და ძალიან კარგი პრინციპისთვის კი მიუგნია რუსთავი ორს, მაგრამ ცოტა გააგვიანდა, თორემ აქამდე უკვე უხვად გვექნებოდა ჩემი მაღლის ისეთი დემოკრატიული და პატრიოტული გამონათქვამები, როგორებიცაა ომში let's move away-ის ნაცვლად, უბრალოდ move. ხო, ყველა სტალახში გაგორებთ და მანდატურებს
დავაზელებთ თქვენს თავს, იქნებოდა ყველას გაგორავებთ და ასე შემდეგ. ხოდა ზუსტად ამ პრინციპის ჩვენ არხზე გადმოღების მიზნით ახლა მეც მოვაწყობ ერთ ექსპერიმენტს. ჩვენი მთავრობა თან ძალიან აი ძვირფასოთელი მომზირლებო. ხვალ შემოგთავაზებ დღევანდელი ამ ჩემი დიდი ტექსტის რუსთავიორის ვერსიას და ყველანი გავიგებ თუ როგორ ვამბობ რომ ჩვენი მთავრობა მიყვარს ძალიან. ხო. იმედის გავლილი და გათელილი გზა რუსთავიორმაც გათელა. შესაბამისად საკაბელო ტელევიზია Global TV-ს სამაუწყებლო ბადეს რუსთავიორიც გამოაკლდა. Global TV-ს ქსელიდან ტელეკომპანია რუსთავიორი 27 მარტიდან გაითიშება. შესაბამისი წერილი საკაბელო არხმა 17 მარტს ტელეკომპანია რუსთავიორის გენერალური დირექტორის გიორგი გეგეშიძისგან მიიღო. წერილის მიხედვით გადაწყვეტილების მიზეზად არხის ხელმძღვანელობა კავკასუს TV-სთან ერთობლივ პროექტს ასახელებს. ეს ნაბიჯი უახლოეს მომავალში შესაძლოა საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც გადადგას. აჰა, იმედს რუსთავიორის მიყვება თუ საჭირო გახდება საზოგადოებრივი მაუწყებელიც არ იტყვის უარს მათ გავლილ გზაზე. ისე ახლა მე თუ მკითხავთ მართლებით ძალიან კაცო. რატომ უნდა მაუწყებლობდნენ ახლა ეს არხები Global TV-ზე? და რატომ უნდა იყვნენ ხელმისაწვდომები ყველა ჩვენი მოქალაქისთვის? აი რაში აინტერესებთ ახლა მათ რაც შეიძლება მეტი მაყურებელი უყურებდნენ, ჰა? რა მაყურებლის ახლა გაზრდას ჩემი მაღალის გულის გახარება არ ურჩევნია? გარდა ამისა მე მგონი რუსთავიორის გლობალიდან გათიშვის მოთხოვნას რაღაცა ახსნაც უნდა ქონდეს. ო, რა იყო ახლა? ვერ ხედავთ რომ ეს არხი მთელი თავისი შემადგენლობით ჩემი მაღალის გამოსვლების კორექტირებაზე არის გადასული, ხო და? სანამ ეგრით ჩემი მაღალის მთელ გამოსვლას დააკორექტირებენ და მოყვანად გადააკეთებენ, ნიუსის მოსაგროვებლად დრო აღარ რჩება და ამიტომ საკაბელოზე გასვლას ახლა რაღა აზრი აქვს. თან გლობალზე უარის განცხადებით ბიზინა ჩემის ძმის ბიზნესაც დააზარალებენ და ახლა მაღალის გულს თუ არა, ხელის გულს მაინც ესე იგი მოუფხάνε, ხო? სანაცვლოდ კი ჩემი მაღალი ან ბწყინვალების ორდენებს დაკიდებს რუსთავიორს და იმედს. ან კიდევ თითო საკაბელოს გაუხსნეს ორივე არხს და ეგ პრობლემაც გადაიჭრება კაცო, ხო? ახლა აბების ეთერში რეკლამიცინის მიღების დრო. რეკლამიცინი ჩვენს ეთერში. ის მაღალია, ის უყვართ, მასაც უყვარს. ის საზოგადოებას ხვდება, ათბობს, აპურებს და უსახავს მომავლის იმედს. ის აჯახუნებს დახურულ კარს, ტვინში უვლის ჟუანტელს, ეცემა მეხს და ყოველწლიურად ანაყოფიერებს გაზაფხულს. საქართველოს პრეზიდენტი, უფრო დიდი არ გენახოთ. თუ ხართ პრეზიდენტი და გაზაფხულის მოსვლა ეროტიულ ასოციაციებს გიჩენთ და თან სტუდენტებთან შეხვედრისას, ნუ ინერვიულებთ. ისაუბრეთ თავისუფლად, თქვენ რაც გინდათ. მოიტყვანა, შეყვნა და ასე შემდეგ. საღამოს კურიერში ეს ყოველივე მაინც ასე გაისმება: დემოკრატია, ლიბერალიზმი, პლურალიზმი, რეფორმები და ასე შემდეგ. მაღალის მედია. პრეზიდენტის გამოსვლები კეთდება აქ. სტუდენტებთან შეხვედრაზე მყოფი ჩემი მაღალი ერთ-ერთ დასაქმებულს გაესაუბრა. შეიტყო მისი პროფესიის შესახებ და თავადაც სინანული გამოუთქვა. იურიდიული სადამთავროთ? აგრარულ უნივერსიტეტში. ვიდახოდი მე მაგას, არ გჭირდება ამდენი იურისტი. ჭირდება კონკრეტული საქმის კეთებელი. და ცოცხალი მაგალითი არის, რომ ეხლა უკვე ახალი პროფესია. მარტო ერთი არ მე ვარ ცოცხალი. მოხედა ვერ მუშავი იურისტი. კი მეც. მოეწყო პრეზიდენტად. აბა კაცო. აი ეს არის ცხოვრება. კაცმა იურიდიული დაამთავრა და ვერ მუშაობს თავისი პროფესიით. არა და ხან უკრაინაში ისწავლა, მერე კოლუმბიის უნივერსიტეტიც დაამთავრა, მაგრამ რა ადგინა კაცო? მაღალო, რა სიზამ კაცო, მეც ეგრე არა ვარ. დავამთავრე აგერ თეატრალური, მაგრამ ყოველდღე ფარმაცევტად მუშაობ და ყოველდღე ახალ-ახალაბებს ვწდი ხალხზე. ისე ეს არის კაცო ცხოვრება ჩემო მაღალო. კაც შენი პროფესიით ვერ გიმუშავია, რომ ნორმალური შემოსავალი გქონდეს. სხვა სფეროში დასაქმდები და ან გაღლეტილი რჩები, ან კიდევ უხეიროდ მუშაობ. ეგრე არა. აი შენ რომ შენი პროფესიით მუშაობდე, უფრო მეტი შემოსავალიც გექნებოდა და დარწმუნებული ვარ რომ უკეთესი პროფესიონალიც იქნებოდი. აბა პრეზიდენტობაში რა ყრია ეხა სახეირო მითხარი კაცო. სამყოფ ხელფასსაც ვერ იღებ. თვიდან თვემდე რომ გეყოს რა, მაგრამ ხალხო კაცო, რა ქნას ამ მაღალმაც. ხო უნდა გაუგოთ. მე მისი მესმის. ეგ რომ ეხლა დასავლურ განათლება მიღებული დაბრუნდა საქართველოში, მაშინ სამუშაო ადგილები ჭირდა. ხო და ერთმა მისმა ახლობელმა იფიქრა, ფუჩაში დგომას ჯობია ისე პრეზიდენტად იმუშაოსო და მას მერე მუშაობს პრეზიდენტად. თორემ ეხლა საქართველოში სამუშაო შეუნა რომ ადვილი იყოს, ადგებოდა და თავის საყვარელ საქმეს გააკეთებდა, მაგრამ რა ქნას ეხლა ოჯახი მშიერი ხომ არ ეყოლება კაცო. თან მთელი მაგისი სანათესო უმუშევარია და მის პრეზიდენტობა შესგერისკო. ეგ რომ უმუშევარი დარჩეს, მთელი საახლობლო მშრია მწვალი დარჩება კაცო. და ისეთ ვერ აგონია, დღეს უპრეზიდენტი კი არ იყო ჩემი მაღალი. 2 დიპლომი აქვს აღებული. კლავ ჩემი მაღალი და კლავ რუსეთი. კლავ არჩევნები. კლავ რუსეთიდან კონტროლირებადი ქართული ოპოზიცია და კლავ ბევრი ფული.
აბას ვარ გადარჩენი ახლა ამ კაცს სათქმელად, მაგრამ ნუ თუ აქამდე ვერ გაიგო რომ ამ ქართველ ყლაპია პუტინის აღარ გვეშინია და როგორც ასეთი ეს თემა რუსეთი გაგვიტრუხდა. ახლა გამოყვეს რამდენი მილიარდი პუტინმა გამოაცხადა რომ არჩევნები ეწევს საქართველოს მისი არჩევნების შემდეგ თავარი არჩევნები მისთვის ახლა არის საქართველოს არჩევნები. და ხა გასპრომს მილიარდების მეტი რა აქვს და გამოყვეს ახლა მილიარდები და რა უნდა კაცო რამდენი მილიარდი მივაშავოთ პოლიტიკურ სპექტრს ქართულ ამომრჩევას და კაი ხა მაგათ ყიდვას რა უნდა. აი როგორც იმ ჩინოვნიკს არ ესმის თუ ჩინოვნიკის რომ ეს მინისტრი რატო არ იყიდება ესე პუტინი ვერასოდეს ვერ გაიგებს ქართველი ხალხი რატო არ გაიყიდება თქვა იგივე შემოდგომაზე. აი მართალია მაღალი კაცი. ქართველ ყლაპია პუტინს თურმე 130 მილიარდი ქონია და მაგისტვის ქართული ოპოზიციის დაფინანსება ხლა იული საქმე. რამდენიმე მილიარდს მიაშავებს ოპოზიციურ სპექტრს და მოიგებს შემოდგომის არჩევნებს. მაგრამ ნუ რას უკაცრავად? ნუ ეგონება ახლა ქართველ ყლაპიას რომ ქართველი ხალხი შეუძლია რომ იყიდოს. ჩვენი ხალხი ძალიან ბრძენია. რა შეჭირდება ახლა ბალოდიას ფულები, როცა 20 ლარიანი დენის ვაუჩერი აქვს. საკვების ვაუჩერიც სხვათა შორის. ქართულ ხალხს გაუჩნდა პერსპექტივის განცდა და ამიტომ ზუსტად იცის ვის უნდა მისცეს ხმა არჩევნებში. ქართულ ხალხს ჩაუგდა პროტესტის გზნობა. ქართულ ხალხს ევასება ტოტო კუტუნიო და მას არასოდეს გაცვლის ვიაგრას ძუძუებს. დიახ, ჩემო მაღალო, ჩვენი ერი ბრძენია. დიდი ხანია ვიგებთ ეს სიბრძნე. 7 ნოემბერს 26 მაისს და კიდევ ვინ მოთვლის რამდენჯერ და თუ ვინმე ესე იგი ვერ ბრძენობს და ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცეს ხმა, ამისათვის არის ნათია. დიახ, ჩემო მაღალო. მე ვერ მიყიდის ვერც პუტინი, ვერც ბიძინა და ვერც ბევრი ფული. მე და კიდევ 4 მილიონი ადამიანი მხოლოდ შენ გეკუთვნით. მხოლოდ შენ ჩაგაბარებ ჩემს უმციკლო და შეუბრალავ ხმას. ჩემო დიადო. დროზე ჩამაქრამული, თორემ გადამყლაპა ბალოდია რუსმა. აი ხალხო, აბა ყველამ ერთად. ჩვენი ხმა ვის? მაგალს არ ვარგა. ჩვენი ხმა ვის? არ ვარგა. ჩვენი ხმა ვის? მაგალს არგია. მაღალ დემოკრატიულმა და პროფესიონალიზმით სოფლიოს გამკვირვებელმა ტელეკომპანია იმედმა კლავ ლუპით მოიხედა საქართველოში და რადგან კიდევ ვერ აღმოაჩინა ვერანაირი უზნეობა და უწესობა, ადგა და უწინდებურად ისევ მეზობელ რუსეთსა და მის მმართველს დაუწყო გამოსარჩლება კორუფციისა და მონოპოლიების სფეროში. ბრიტანული Sunday Times-ი პუტინის ოჯახის ქონებას არც მეტი არც ნაკლები 130 მილიარდ დოლარად აფასებს. გამოცემა ვლადიმერ პუტინის ოჯახის იმ წევრებსაც ასახელებს, რომელთაც მაღალი თანამდებობები მხოლოდ იმის გამო ერგოთ, რომ პუტინის ფინანსური იმპერია გაეძლიერებინათ. ერთ-ერთი ასეთი რუსეთის ახლად არჩეული პრეზიდენტის ძმისშვილი მიხაილ პუტინია. ის სააქციო საზოგადოება სოგაზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. ეს კი უკვე მიხაილ შელომოვია, ის პუტინის დისშვილი და ბანკ როსიას მფლობელია. იგორ პუტინი რუსეთის ერთპიროვნული მმართველის ბიძაშვილია. ეს გოგონა სანქტ-პეტერბურგის საკრებულოს ყველაზე ახალგაზრდა წევრი ვერა პუტინაა. ის ამავდროულად გაზპრომ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიცაა. მისი მთავარი დამსახურება კი ალბათ ის არის, რომ ის რუსეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ბიძაშვილის შვილია. რას უშვება ეს პუტინი ამ რუს ხალხს კაც? მოურიგებია ეს თავისი შინაურები ბიზნესებზე და ფულის საჭრელ მოწყობილობებზე და ამით ისუქებს ჯიბებს, ხო? და თან ამასაც არ ჭირდება, არჩევნებსაც აყალბებს და ძალაუფლებასაც ესე იგი ცოცხალი თავით არ უთმობს სხვა პოლიტიკურ ძალებს. აბა ახლა ეგეც პრეზიდენტია და ერის წინამძღოლი და ჩემი მაღალიც კაც. კაცი თავისთვის დაბობჯუნებს რაღაცა, ზედმეტს არავის არაფერს აკადრებს. საცოდავად 60-იანში ცხოვრობს. მის ძმებს, ნათესავებს და მეგობრებს შიმშილით სულიზურება და ამ ჩვენს მიერ 100%-ით ბოძებული ორი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგაც დიდი პოლიტიკიდან საერთოდ წასვლასა და დასვენებას აპირებს და არა იმ ნაძირალა და გაიძვერა საკუთარი ერისმტერი და დიქტატორი პუტინივით პრეზიდენტის პოსტიდან პრემიერ-მინისტრის პოსტზე უსირცხვილოდ გადანაცვლებას და ქვეყნის მმართველობაში კიდევ მრავალი წელი დარჩენას. აი ასე, საცოდავად ცხოვრობს და ასეთი სამომავლო გეგმები აქვს ჩემს მაღალ პრეზიდენტს. ზუსტად ამიტომ ტელეკომპანია იმათაც ვეღარ ვადანაშაულებ ვერაფერში. მათ მოვალეობებში ისიც შედის, რომ პრეზიდენტის საქმიანობაზე რაიმე უარყოფით თქვან, მაგრამ ამ ჩვენსაზე აუგის თქმა როცა არ გამოდის, მაშინ სხვა მაინც უნდა გაკიცხო კაც. შენ გაიხარე ჩვენო მაღალო, რომ გაგსვებულ პუტინს არ გავხარ. ბოლოს და ბოლოს ვალოდიაზე ის მაინც ხომ გაგიგია? მაგ უზნეო მაგ სექსუალური კაცი მაგას ცოლი გაეკცაო. ხო ჯონ ბასი, ჩემი განცხადება ყველა პარტიის მხრიდან ნათლად არ იყო გაგებული. სტატიას ამ სახელწოდებით ინტერპრეს ნიუსზე გადავაწყდი. მწვანე ჯონი აღნიშნავს, ჩემი დაკვირვებით ყველა პარტიის მხრიდან ჩემი განცხადება ნათლად არ იყო გაგებული. ჩემი განცხადება განპირობებული იყო იმით, რომ არ იყო სრულფასოვანი ინფორმაცია კონტროლის პალატის უფლებისა და უპასუხისმგებლობის შესახებ, განაცხადა ჯონ ბასი.
ყოჩახ მწვანე ჯონ. ასეთი პრინციპული პოზიციის დაფიქსირებისთვის. აი, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ამერიკელი დემოკრატი. ბიზინა ივანიშვილთან მივასტუმრა თითქმის რას გვიშვება ეს მთავრობა ბატონო ბიზინა პირდაპირ შეშფოთებული ვარ კონტროლის პალატის ქმედებებით გამოვა ბიზინასგან მაღალთან წავა და ეთქვის აუ კაცო სულ გადაერიანეს რადიკალები მე მინდოდა მეთქო ინფორმაციის მიწოდება არ არის სრულფასოვანი და ამათ ისე გაიგეს როგორც თქვიო ასე რომ ჯონი კეთილი კაცია ხო არ უნდა ეხლა რომ ვინმე საწყენინოს ის ლეიბორისტების აქციაზეც მივიდა იტყვის ძაღლივით უნდა გამოვათრიოთ სააკაშვილი კაბინეტიდანო და დასავალს თუ მის საინტერვიუ იტყვის ნუგზარ ციკლაუს უზარმაზარი და რაკიტიანი თავი აქვსო და განა იმიტომ რომ მათ პოზიციებს ეთანხმენ არა უბრალოდ ჯიგარია ჯონი აი სერგო ხო ჯიგარია ჯონი ჯიგარია ხო და ჯონ მწვანე ბასი ასე გახდა ჯონ ჯიგარ ბასი მაგრამ ჯიგარო ჯონ თუ მკაფიოდ ვერ აფიქსირებს შენს აზრს საერთოდ რომ გაჩუმდე და ვიზები არიგო არ გიფიქრია ამაზე ბოლოს და ბოლოს თქვენ ხომ უბრალოდ დემოკრატებიც ხართ კაცო ხო ახლა ბების ეთერში ხუთი პოლიტიკური აბის მიღების დროა იცინიან და იცინიან პოლიტიკოსები მეხუთე ადგილი დაიკავა მიხეილ თავხელიძე აი რა თქვა ახლა ამ კაცმა მგონი თვითონაც არის ის რა თქვა მაგრამ თავარი ხომ არ არის რას ამბობ თავარია ვის მიმართ ამბობ კარგს და ვინ არის რუსი კონტროლის პალატა იმ პრინციპში არაუსაზღვრო რესურსების პირობებში ცდილობს მაქსიმალურად ეფექტურად ებრძოლოს ყოველგვარ მცდელობას გვერდი აუაროს რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონს მეოთხე ადგილი ცნობილმა საათმოძულე ბატონმა ჭიაბერაშვილმა დაიკავა. პრინციპში ახლად გამინსტრებულმა კაცმა ახლა სხვა რა უნდა თქვას. მართალია უყურთ, ეგ ყველაფერი იგულისხმება მთავრობის, ანუ თქვენს შემდეგ. პაციენტმა მიიღოს რაც შეიძლება კარგი მომსახურება. ჩვენი ამოსავალი წერტილი არის მოქალაქე. მესამე ადგილი ნათია მოგელაძის შემქმნელმა და კონტროლის პალატის მამამ ბატონმა ლევან ბეჟაშვილმა მოირგო. სამართალდარღვევის პრევენცია ის, როდესაც ადამიანებს გააშიშვლებ, როგორც ნატურას და მერე უმზერ იქამდე, ვიდრე მის შიშვალ სხეულზე შავ ფულს არ დაინახავ და შემდეგ ამ ფულის ტილოზე გადატანას არ შეუდგები, თორემ ეს რომ სანქცია იყოს, მერწმუნედ სულ სხვანაირად გააშიშვლებ და კონტროლის პალატა მოქალაქეებს. ჩვენი საქმიანობა იქნება ორიენტირებული სამართალდარღვევების პრევენციაზე და არა სანქციების გამოყენებაზე. მეორე ადგილი მაღალმა კაცმა მოირგო. მე მგონი ბატონო მიხეილ თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ, მალე მაგ ქვეყნებსაც გავუსწრებთ. არა კაცო, უпроსტად თუ თქვენ კიდევ რამდენიმე წელი იქნებით ამ ქვეყნის სათავეში, მე მჯერა რომ სოფლიოს ყველა ქვეყანას მსუბუქად რომ ვთქვათ ჩავხდით და არა მსუბუქად თქვენ თქვით შემდეგ საპარლამენტო გამოსვლაზე რა. განსხვავება შეიძლება იყოს ძალიან დიდი და იყო ესე ქაოტური როგორც რუსეთი. შეიძლება იყოს პატარა როგორც საქართველო და იყო ესეთი წესების ქვეყანა როგორც არის ვთქვათ ჰოლანდია ან სინგაპური. პირველი ადგილი ვის თუ არა შემოდგომის იდალგოს ჩემს მაღალს. მართალია ეს კაცი, ყველაფერი კარგად მიდის, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, რეფორმები, დარბევები, დაჭერები, განათლება, დაშინება. ერთი სიტყვით ეს არის სრული დემოკრატიზაცია და მხოლოდ ამიტომ უნდა ავირჩიოთ ისევ მაღალი კაცი. ეკონომიკა მიდის კარგად. კონვენციონალურ კარგად მიდის, იმიტომ რომ სახელმწიფო აპარატი კარგად მუშაობს, კანონები ნორმალურია, საგანძღევლო სისტემა ნორმალურად მუშაობს, საბაჟო კარგად ამუშავებს. ეს გახდა გარაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოვიჩვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.